რომ გამოვყავდი პოლიციიდან, უკვე ვხედავდი დედაჩემს და სადღაც გულის სიღრმეში გავივლე ისიც, რომ აიმე დედაჩემს არ დაიჭირონ. ეგ იყო ყველაზე დიდი ნერვიულობის საგანი, მაგრამ ასევე ყველაზე დამამშვიდებელიც, რომ მე როცა გამომიყვანეს, მე დავინახე დედაჩემი არა მტირალი და რაღაცა კი არ ნერვიულობდა, დედაჩემი ჩხუბობდა და რაღაცა იგივე წინააღმდეგობაში იყო, რის გამოც მე დამაკავეს და ეგ იყო ძალიან დიდი ძალის მომცემი. დედამ გამზარდა 90-იან წლებში მარტო და პრინციპში ალბათ ყოველთვის ნაცნობი არის ის, რასაც ნიშნავს მარტოხელა დედობა 90-იან წლებში, იმიტომ რომ გიწევს მუშაობა, გიწევს იმ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც იმ პერიოდში იყო. და რაღაცა ეს სოციალური წნეხიც ძალიან დიდია მარტოხელა დედაზე, რასაც ეხლანდელი გადმოსახედიდან რო ვუყურებ, დედაჩემი ძალიან ისე მტკიცედ უკლავდებოდა და ალბათ დედაჩემი იყო ესეთი პირველი მაგალითი ამ სიმტკიცის და უდრეკობის იმის წინაშე, რასაც ითხოვს შენგან საზოგადოება და რასაც შენ თვითონ წარმოადგენ. ანუ ჩემთვის ესე პირდაპირ არასდროს მზა ფორმულები არავის არ მოუწოდები, ამათ შორის არც დედას და ყოველთვის იყო ის, რომ ერთადერთი რაც ვიცოდი, იყო ის, რომ არ უნდა შევგოებოდე უსამართლობას. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი, რაც მახსოვს ისეთი შეგონება დედაჩემის და ამას ეს არ იყო მხოლოდ რაღაც ვერბალური სახით გადმოცემული, ამას ყოველდღიურად თვითონვე მიმტკიცებდა საკუთარივე მაგალითით. ეს პროტესტი, რაც უკვე რა ვიცი 50 დღეზე მეტია მიმდინარეობს, ჩემთვის ეგ რაღაცა ამ ინდივიდუალური კერების გაერთიანების შესაძლებლობა იქცა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ თუნდაც გაზაფხულის აქციებისგან განსხვავებით, ჩვენ ეხლა უკვე აქციებზე რაღაც ტრიბუნა ჩანს, აღარც ის პოლიტიკური ძალები არიან მოწინავე პოზიციებზე, რომლებიც გაზაფხულზე თუნდაც ბევრად უფრო ჩანდნენ და ანუ გამოჩნდა ის, რომ არც პოლიტიკური სპექტრი და რაღაც პოლიტიკური ელიტა, არც რა თქმა უნდა ხელისუფლება და არც რაღაცა ეს ელიტური ჯგუფები არ არიან ხალხის გამაერთიანებელი, არამედ ერთმანეთის მოსმენის, ერთმანეთთან დაკავშირების რაღაც პრობლემების გაზიარების გზა არის ერთადერთი, რაც ერთმანეთს გვაპოვნინებს და მგონია, რომ ეს პროცესი დაძრულია მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ეს ხით ჩატეხილობა ღრმავდებოდა სახელმწიფო პროპაგანდით, თუნდაც ოპოზიციური სპექტრის ძალიან ისეთი ვიწრო რაღაც ელიტისტური ხედვით. 2024 წელი იყო ესეთი უკანონობის დაკანონების წელი, ალბათ ესე დავარქმევდი, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ნაწარმოებმა, სიზულვილის ენამ, პროპაგანდამ, რაღაცა ადამიანების დაყოფის, გარიყვის და რაღაცა დემონიზირების ციკლმა მიაღწია უკვე საკანონმდებლო დონეზე. ამ დაკავებამ ჩვენერთი რამდენად ეშინია სისტემას და რამდენად უფრთხის იმას, რომ ეს პროტესტი მართლა გაცდეს რუსთაველის გამზერს და რამდენად ცდილობს ამის აღკვეთას მაშინვე. იმიტომ რეალურად ჩვენ არანაირ საფრთხეს არ წამოვადგენდით, არანაირ პოლიციაზე თავდასხმას და რაიმე იმას არ ვაპირებდით. უბრალოდ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, ვჩერდებოდით გზა და გზა და ვლაპარაკობდით უპროში იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც უნდა იყოს შემაკავშირებელი. ყველასთვის პრინციპში და ეს სისტემამ ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ ეს არის იარაღი, ყოველძლიერი იარაღი მათ წინა. დაგვაკავეს 6 ადამიანი, აქედან 4 ქალი და დაკავების დროს, რაც ძალიან მენიშნა იყო, ეს ძალიან განსხვავებული დამოკიდებულებები თვითონ პოლიციელების მხრიდან და ძალიან ათელი იყო, ძალიან მარტივად მიხვდებოდი, ვინ იყო რაღაცა ტიპის მაღალჩინოსანი, თავის დამოკიდებულებებიდან და ქცევებიდან გამომდინარე და ვინ იყო უბრალოდ ის, ვინ სასრულებდა რაღაცა ტიპის დავალებას და არასდროს არ დამოვიწყდება იმ პოლიციელების სახეები, რომლებიც აი მართლა თავჩაღუნულები გვიყურებდნენ და თვალებსაც ვერ გვისწორებდნენ, იმიტომ რომ შიგნითაც ხვდებიან ამ კანონის აბსურდულობას. მგონია, რომ ამ პროტესტმა უნდა იპოვოს ყველა კუთხეში და ყველა რეგიონში თავისი ფორმა იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც მასში არსებობს. სახალხო ხმა უნდა იყოს იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე არის პროპაგანდა და მგონია, რომ ამის საწყისებს დღესდღეობით რაღაც ხრივ ვხედავთ ამ პროტესტის განმავლობაში.